ცხელ თბილისურ ზაფხულში ევროპარკს გაგრილების მსურველები არაკლია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათზე ბევრნი სიცხეში კიდევ უფრო მეტი ცეცხლის მოტრფიალენი ყოფილან. აკვაქალაქი ვიაგრამ ისე გაახურა, რომ წყალი დიდხანს აღარ უშველის. გოგონებმა დროებას ექსკლუზიურად გაუმხილეს იმ ქართველი მამაკაცების ვინაობა, ვინც მოსწონთ. მწერებისგან დასახსნელად მოითხოვეს ძლიერი ხელები და დარჩენაც კი მოინდომეს. მოკლედ, ქართველ მამაკაცებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. მოსმენის რა გითხრათ, მაგრამ მათი ყურებით ბევრმა ისიამოვნა. აკვა კონცერტს დროების ჟურნალისტი სოფო ოჩხკიძეც დაესწრო. ალმები და გართობა. ეს თბილისელების ახდენილი ოცნებაა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული წყლის ქალაქი უამრავი აუზითა და წყლის ექსტრემალური ატრაქციონით. რეალურად ქცეული ფანტაზია ყველანაირ გემოვნებაზე და ოჯახურ მდგომარეობაზეა გათვლილი, თუმცა ასეთ კომფორტში დასვენება ცოტა თუ შეუძლია. წყალშიც კი ყველაფერს ცეცხლი უკიდია. ქალაქში ყოველდღე დადის პატარა ნატალიკოსთან ერთად. ეს ის ადგილია, სადაც დედაშვილი ერთნაირად ერთობა. სურვა არ იცის, ამიტომ კამიკაძე ატრაქციონიდან ჩამოსრიალება არ უცდია. აი იქიდან მეხუთე სართულის სიმაღლიდან რომ ეშვება. თავს საბავშვო აუზში უფრო კომფორტულად გრძნობს. თან მზეზე ფიცხება და თან წყლიდან ნატალიკოს ამოტყუებას ცდილობს. ძალიან მომწონს. გახსნაზე ვიყავი, მართალია ღამე იყო და მაგრამ მივხვდით, რომ ძალიან საინტერესო და ლამაზი კომფორტული არის თავარია. და მაშინ ნატალია მოითხოვა, რომ აი ყოველდღე მატარე თუ ძალიან მომწონს. აქ თბილისურ სიცხეს და ჭორებს ემალება. იცის, რომ მისი ნახევრად შიშველის სხეულის ნახვის ყველა მსურველი აქ ვერ მოხდება. ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია. წყლის შხეფებმა და ენერგიულმა რითმმა რეალობას მოსწყვიტა და ევროპული კურორტისკენ გაიტაცა. მაგრამ ცეცხლ შეგრძნება მაქვს, რომ არ ვარ საქართველოში, თავი თურქეთში მგონია. და ძალიან მიხარია, რომ ქართველებს გვეღირსა, როგორც იქნა ბოლოს ესეთი ევროსტანდარტების პარკი. სანამ დიდები მზის აბაზანებს იღებენ, ბავშვები ანიმატორების დახმარებით წყლის დინებას მისდევენ. გასართობი იმდენია, რომ დღის ბოლომდე დედა არ გაახსენდებათ და ალბათ სწორედ ამიტომ პარკი ხალხს მაგნიტივით იზიდავს. თავს ყველა კარგად გრძნობს. აქ ფლირტის გაღმაც შეიძლება პირდაპირ აუზში. მზის ჩასვლას მოუთმენლად ელიან. აკვა სამყაროში ცეცხლოვანი უკრაინელი ქალები უნდა გამოჩნდნენ მუსიკალური შოუთი. ეს კაცების ყველაზე საყვარელი ჯგუფი ვიაგრაა. საქართველოში ერთხელ უკვე იყვნენ. ღირსშესანიშნაობის დათვალიერება ვერა, მაგრამ ქართული კერძების დაგემოვნება მოასწრეს. შთაბეჭდილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ პირველი რაც თბილისური ჰაერის ჩასუნთქვისას გაახსენდათ, ხინკალი და მწვადი იყო. А я еще ехала и хотела покушать настоящей грузинской кухни. Вот что-то такое. Успела кое-что, но насладилась еще не до конца. Попробовали лаваш. Хачапури и манты. Нам много нельзя перед концертом. Да, много нельзя, все обещаем вам. Да, мы должны быть налегке пока. სუბუქად ყოფნას ქართულ კაცებზე ფიქრი ხელს არ უშლის. მათთვის თვალის შევლება ჯერ კიდევ უკრაინაში მოასწრეს და რჩეულების ვინაობა საიდუმლოდ გაგვანდეს. Братья Меладзе и Каха-Калат. Больше это секрет, под большим секретом вам рассказываю. სანამ გოგოები ქართული კერძებით და კაცებით არიან დაკავებული, წყლის გარემოცვაში სცენა სპეციალურად მათთვის იგება. კონცერტის დაწყებამდე ისინი არავინ უნდა ნახოს. მიაჩნიათ, რომ მთავარი მაყურებელზე პირველი ეფექტის მოხდენაა. კულისებშიც მხოლოდ ერთი კამერის წინ პოზიორობენ და წინა საკონცერტო მზადების საიდუმლოსაც გვანდობენ. Традиция есть переодеться в концертный костюм, накраситься, покушать. Нет, на самом деле есть традиция, но мы не будем ее оглашать.
откровенная не хотелось бы, но она есть, конечно. მეხუთეც და მათი პირველი სიმღერა იყო. მას შემდეგ ყველა კონცერტზე ასრულებენ, რომ მაყურებელს ის დრო გაახსენონ, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა. მუსიკალურ ათეულების უცვლელი ლიდერი და წლის საუკეთესო პოპ ჯგუფის მთავარიც და დღეს ქართველი მამრების მოხიბლაა. ამისთვის კი მათ სავიზიტო ბარათად ქცეულ ღირსებების აქტიურ თამაშთან ერთად უჩვეულო ხრიკიც გამოიყენეს. Мы решили остаться. Вы нас оставляете у себя. Оставьте кто-то переночевать. Пожалуйста, нам на троих одна комната. Мы хорошо убираем, стираем, хачапури готовим. Все, что хотите. Оставляют. Я даже могу потом называться Верико. Верико. ამის შემდეგ ალბათ ცხადი ხდება, რატომ იცვლება სექს სიმბოლოდ ქცეული ჯგუფის შემადგენლობა ასე ხშირად. წინსაფრიანი ვერიკო საკუთარ სამზარეულოში წარმოდგენა, ღია ცისქვეშას კი უჰაერო სივრცეს ქმნის და ბიჭებს ამოსუნთქვის საშუალებას არაძლევს. ასადი ჯერ ამოვისუნთქო რა იყო. Парни, вас не слышно! ჯგუფის წევრი ვერა, ნაჯა თუ ვინმე სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია სტილი იყოს დაცული. მათ ხომ ვოკალური მონაცემებით კი არა, ვიზუალურად აფასებენ. გაზეთში ერთხელ ისიც კი დაწერეს მათი კლიპების ყურებისას ხმას უფრო ადვილად ჩაუწევ, ვიდრე სხვაგან გადართავო. თავის დროზე ჯგუფიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოება რაღაც ახლით გაეკვირვებინა და ადამიანში ლირიკული გრძნობები აღეძრა. ვიაგრაცა რუსული ესტრადის გუნდის მოვედი, მეთქი მოგატყუებს სიმართლე გითხრა რა. დამბატიჭეს და მოვედი რა. თუმცა მუსიკანტიდან და რა, მაგრამ გოგოები კარგი გოგოებია რა, ვაგარი. ფასოს მსგავსად მამაკაცების უმრავლესობა აქ მხოლოდ გოგოების სანახავად მოვიდა. ვიაგრას ვნებიანი მოძრაობები ყველა კაცში ერთნაირ ემოციას აღძრავს. თუნდაც მათ თვალს სახურავიდან ადევნებდნენ. Решили, что мало нам теплой погоды, мало горячих парней, решили нам еще огонька из-под. Виагра сексуалурობა мадам წერებსაც აღუძრა. Такие меня укусили. Мне нужны сильные мужские руки, которые будут отгонять от меня насекомых. Да. Кто-то есть желающий мужчины? Есть, да? სურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ სცენაზე არ აუშვეს. მოზღოვებული გრძნობები აკვა სამყაროში ჩაიძირა. წერების მსხვერპლს კი თავის დაცვა ისევ უკრაინულად მოუხდა. Так, жуки, до свидания. Ты ж меня пидманула, ты меня пидманула. რიტმული მელოდიები, ცეცხლოვანი მოძრაობებით გვიანობამდე გაგრძელდა. ქართულ მაყურებელს სიყვარულიც აუხსნეს. Вихвархан. Правильно? ჰაეროვანი კოცნაც უსახსოვრეს. მაგრამ დარჩენა გადაიფიქრეს და გრძნობა არეული ქართველი მამრები აკვას სამყაროში მიატოვეს. Всегда ваша группа